დიპლომატია, რომელსაც ახლო-აღმოსავლეთში ომის დასრულებისთვის ხელი უნდა შეეწყო, ჩიხში შევიდა და რეგიონში საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდა. დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ შეერთებულმა მოჭედებმა, მათ შორის ტომაჰავკების ტიპის რაკეტებით, ძლიერი დარტყმებები მიიტანეს ირანის სხვადასხვა ქალაქში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს. შეუტიეს კავშირგაბმულობისა და საჰაერო ტრანზიტის სისტემებს, ასევე თეირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ბანდარ აბასსა და მინაფს. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის შეერება იმ ირანულ სამიზნეებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ როგორც ამერიკული ჯარებისთვის, ისე რეგიონული წყლების გავლით მოძრავი საერთაშორისო სავაჭრო ხომალდებისთვის. ამერიკის ომის მდივნის პიტ ჰეგსეტის თქმით, თუ კი იქნება პრეზიდენტ ტრამპის ნება და შესაბამისი საჭიროება, ვაშინგტონი მოლაპარაკებებს ბომბების დახმარებით აწარმოებს, რაც მისივე თქმით ძალიან კარგად გამოსვლით. პრეზიდენტი ტრამპი მზადაა საჭიროების შემთხვევაში დაუბრუნდეს ომს, თუმცა ირანს ამ შეთანხმების გაფორმებისთვის საშუალება მისცა. მათ ასეთი შანსი აქვთ, ისინი კი თამაშებს ამჯობინებენ. მსოფლიოში არავინ არაა ჩვენზე უკეთესი. ჩვენ თეთრ სახთან და მომლაპარაკებელთა გუნდთან შეთანხმებულად მოქმედებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვაყენებთ პირობებს. ვაშინგტონის ქმედებებზე საპასუხოდ თეირანმა განაცხადა, რომ იერიშები მიიტანა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. ორივე ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა საჰაერო სივრცე და გამოცხადდა განგაში მოსახლეობას კი ბომბსაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. ირანული სახელმწიფო მედიის თანახმად ისლამური ქვეყნის არმიის სამიზნეებად იქცა ბაჰრეინში განლაგებული ამერიკული მეხუთე ფლოტის საკომუნიკაციო ანძები და რადიოლოკაციური სადგურები. თეირანმა სხვა ნაბიჯებსაც მიმართა და გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვის შესახებ, ხოლო საზღვაო მარშრუტის გავლის მცდელობისას ორ ხომალდს დაარტყა და დაიმუქრა, რომ იერიშების სამიზნით იქცევა ყველა, ვინც ეცდება სრუტის გადაკეტვას. اما در پی تجاوز ارتش تروریستی آمریکا به ხატამ ალანბიას ცენტრალურმა შტაბმა განაცხადა, დამნაშავე ამერიკის მტრული მოქმედებების გაგრძელებასა და ხორმოზგანის პროვინციის სამხრეთის ზოგიერთ რეგიონზე სამხედრო აგრესორების მხრიდან თავდასხმების დაწყებასთან დაკავშირებით ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ ცხადდება დახურულად ყველა ტიპის ხომალდისთვის, მათ შორის ნავთობ ტანკერებისა და სავაჭრო გემებისთვის. სრუტის გავლით ნებისმიერი გადაადგილება დანიშნულებისამებრ იქნება დევნილი. در این موجز حملات پهپادی ارتش ამ ცნობებს არადასტურებს ამერიკული მხარე და აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს თეირანი ვერ აკონტროლებს. მიუხედავად ამ ურთიერთბრალდებებისა, საერთაშორისო ბაზარზე მყისერად აისახა ნედლეულის გაძვირება და ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი კვლავ თითქმის 100 ამერიკულ დოლარს მიუახლოვდა. 10 ივნისს დონალდ ტრამპმა მედიას ჯერ გაუცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და შესაძლოა დოკუმენტს ხელი ერთ ან ორ დღეში მოეწეროს. რამდენიმე საათში კი თქვა, რომ ისლამური ქვეყანა პროცესს განზახაჭიანურებს და განაგრძობს ამერიკული მხარის მოტყუებას, ხოლო ჰორმუზის სრუტის თავზე ვერტმფრენის ჩამოგდების გამო ტრამპის თქმით საბრძოლო მოქმედებების განახლება სრულად სამართლიანი პასუხი იქნებოდა.